ცნობილი ადამიანების საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სახეები დღევანდელ აქციაზე. მათ შორის იყვნენ ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები. ყველა მათგანი აღნიშნავდა, რომ პატიმრების წამებისა და დაუპატიურების საშინელი კადრების ნახვის შემდეგ სიხარულის განცდა დღეს პირველად დაეუფლათ. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები დარწმუნებულები იყვნენ, რომ შემაჯამებელი აქცია თბილისში ისეთივე მასშტაბური იქნებოდა, როგორც კოალიცია ქართული ოცნების მიერ გამართული ყველა სხვა აქცია. ფინალამდე მივედი, საშიხარულო ფინალამდე. მიხარია, რომ აი ხალხმა გამოიღვიძა. საქართველოს აუხდება ოცნა, რომ ბოლომდე თავისუფალი მსახიობები გურამ სახარაძე და ჯემალ ღაღანიძე აქციის მსვლელობას თვალს სცენის მიმდებარე ტერიტორიიდან ადევნებდნენ. კოალიცია ქართულ ოცნებას გულშემატკივრობდნენ ანსამბლ ფორტეს წევრებიც. საბოლოოდ გადაწყდა ის, რომ საქართველო გათავისუფლდება იმ მართლობისგან, რასაც ამდენი ხანია იმყოფება და უბრალოდ 1 ოქტომბერს ეს გაფორმდება ოფიციალურად. მომღერალმა ლიზა ბაგრატიონმა გითხრა, რომ დღეს ბედნიერი იყო. ის ბედნიერების და თავისუფლების შეგრძნება, რომელიც მე აი ამ წუთში აქ მაქვს, არის ალბათ აი ეს მუხტი ჩემი ხალხისა, ქართული ხალხისა, რომელიც მიხვდა, რომ ის არ იმსახურებს ამ ცხოვრებას, რომელიც მას აქვს. რეჟისორმა ქეთიდოლიძემ კოალიცია ქართულ ოცნებას 1 ოქტომბერს გამარჯვება უსურვა და საქართველოს პრეზიდენტს ასე მიმართა. მიხეილ სააკაშვილი, ესეც საქართველოა. აი ესეც საქართველოა და ამათი პრეზიდენტიც უნდა ყოფილიყავით. თქვენ ვერ გამოიგენეთ ეს შანსი 8 წლის მანძილზე. ეხლა ეს იქნება ნამდვილი საქართველო. აქციაზე იყო გახმაურებული დოკუმენტური ფილმების ლიტვინენკოს საქმისა და რუსული გაკვეთილების რეჟისორი, ჟურნალისტი ანდრეი ნეკრასოვიც. რუსეთში მე არ მჯეროდა, რომ ქართულ ოცნებას ამდენი მხარდამჭერი ყავდა. მე ვიყავი აქ ომის დროს და ვიყავი საქართველოს მხარეზე. არა იმიტომ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ვიყავი, არამედ მივიჩნევდი, რომ საქართველოს თავს მაშინ უსამართლოდ დაესხნენ. აქცია კონცერტით დასრულდა. ბერა ივანიშვილის გარდა სცენაზე ანსამბლ ფორტეს წევრებმა და თამრიკო ჭოხონელიძე მიმღერეს.